საღამომშვიდობისა მეგობრებო, როგორ ხართ? ჩემს GPT-ს ვკითხე, რომ რისთვის ვიბადებით მეთქი, ისე მანამდე ჩემს ბავშვებს დაუსვი ეს კითხვა. ხო და GPT მასეთი რაღაც მითხრა. თან მატყუებს, ნახე რა. კითხვა ძალიან ძველი და ერთდროულად ძალიან პირადულია თამარ. ზოგადად ადამიანები ამბობენ, რომ ვიბადებით გამოცდილებისთვის, რომ ვიგრძნოთ, არა მხოლოდ ვიცოდეთ. სიყვარულის სასწავლად, მიღებაც და გაცემაც, თავისუფალი ნების გამოსავლენად, არჩევანის გასაკეთებლად, ცნობიერების გასაღრმავებლად, რომ მე საზღვრებს გადავცეთ, მაგრამ სულიერი ხედვით, რომელიც შენს გზასთან ახლოსაა, ვიბადებით იმისთვის, რომ მეხსიერება გავიხსენოთ ვინ ვართ. ხო. და მერე. მაგრამ სულიერ ხო ვინ ვართ? სინამდვილეში ცხოვრება არ არის უბრალოდ დასაწყისი და დასასრული. ის არის გაღვიძების პროცესი. ქრისტიანული საქართველო ტრადიციაში ადამიანი იბადება, რომ ღმერთთან თანაზიარი გახდეს, არა როგორც მორჩილი არსება, არამედ როგორც ცნობიერი, მოსიყვარულე თანამოქმედი. და თუ უფრო პირადად ვიტყვით, ვიბადებით იმისთვის, რომ ჩვენი უნიკალური ხმა გამოითქვას ამ სამყაროში. ის, რასაც მხოლოდ შენ იტყვი, მხოლოდ შენ გააკეთებ, მხოლოდ შენ იგრძნობ. რა საინტერესო დავიგება მოგცა ჩვენ GPT. მეგობრებო, თქვენ როგორ ფიქრობთ, რისთვის ვიბადებით? თუმცა, აგერ GPT-ს თქმით, საინტერესო რაღაცები ჩამოგვითვალა. ესე იგი, გამოცდილებისთვის, რომ ვიგრძნოთ, არა მხოლოდ ვიცოდეთ, სიყვარულის სასწავლად, მიღებაც და გაცემაც რომ ვიცოდეთ, თავისუფალი ნების გამოსავლენად, არჩევნის გასაკეთებლად, ცნობიერების გასაღრმავებლად, რომ მე საზღვრები გამოვცადოთ, ალბათ ეს უნდა და დაეწერა რა და თქვენ რას ფიქრობთ, რისთვის დაიბადეთ? მე კაცობრიობას რო ვაკვირდები, კაცობრიობა ძირითადად დაიბადა იმისათვის, რომ საერთოდ აზრზე არ არის რისთვის დაიბადა, მაგრამ გახსენების სურვილიც არ აქვს, მეგობრებო, მართალი გითხრათ. აი მაგალითად რო გვეუბნება ეს, რომ ChatGPT, რომ ცხოვრება არ არის უბრალოდ დასაწყისი და დასასრული, ის არის გაღვიძების პროცესი. აი გაღვიძების პროცესი. მოდი ვთქვათ, ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთი მონაკვეთი ავიღოთ, სადაც ჩვენ გაგვახსენდება, სად დაიწყო ჩვენ ცხოვრებაში გაღვიძების პროცესი. ხო? საინტერესო, ჯერ დაიბადე, მაგრამ დაბადება ხო არ არის გაღვიძების პროცესი, იქ მხოლოდ ხორციელში შემოსვლა არის მენტალურის და ასტრალურის და შემდეგ იწყება აი ამ ხორციელის ათვისება, ხორციელის ფლობის უნარების ჩამოყალიბება და მას მერე რასაც აგერ გვეუბნება, რომ სიტყვის გამოთქმა რო ვისწავლოთ, საინტერესო რაღაცა ვკითხე GPT. იმას, რასაც შენ გამოთქვა, ესე იგი, იმის სასწავლებლად რა, ჩვენი უნიკალური ხმა გამოითქვას, აი ამას გვეუბნება ჩვენ GPT. ქრისტიანული საქართველოს ტრადიციაში ადამიანი იბადება, რომ ღმერთთან თანაზიარი გახდეს, არა როგორც მორჩილი არსება, არამედ როგორც ცნობიერი. აგერ GPT-მაც კი იცის და ჩვენმა მღვდლებმა არ იციან ეგ, ჩემო კარგებო, რომ მორჩილობა არ სჭირდება ღმერთს, ღმერთს სჭირდება ღმერთთან თანაზიარობა. მოსიყვარულე თანამოქმედი, ასევე მოსიყვარულე თანამოქმედი და თანამოაზროვნე. თუ არ იაზროვნე, ღმერთს შენ არანაირად სჭირდებაზე არ არის რა, ანუ ღმერთს არავინ არ სჭირდება პრინციპში. უბრალოდ ღმერთთან ერთობაში ვერ იქნები, თუ არ იაზროვნე. აგერ თუ GPT მიცის, იქნებ რამე ისწავლონ ჩვენმა მღვდლებმა ამ GPT-სგანაც, რომ არ სჭირდება ღმერთს მორჩილები. საკმარისია ეს ჩილაობა, ჩვენ გვჭირდება თანაზიარობა. ხო და საინტერესოა ისე, ხო? აი თქვენ რას ფიქრობთ, რისთვის დაიბადეთ? გიფიქრიათ ამაზე საერთოდ? კი.
არის ესეთი ყოველდღიური ფიქრი, რომ აი რისთვის დავიბადე, ხო? ყოველდღიური, მაგრამ ეს იმდენად გადაზრდილი არის უკვე ჩვეულებრივ ყოველდღიურ საკითხში, რომ ადამიანი ამაზე ფიქრსაც კი აღარ იწყებს, უკვე ეზარება უბრალოდ. ან ზოგს არ აქვს დრო. ან ზოგი უბრალოდ დროის ფაქტორი კი არა და უნარის ფაქტორია, რომ საერთოდ ფიქრის უნარიც კი აღარ აქვს. იმიტომ რომ იქ უთხრეს ამისთვის დაიბადე, ამისთვის დაიბადე, ამისთვის დაიბადე. მაგალითად, დღეს საზოგადოების 99%-ს გონია, რომ დაიბადა იმისთვის, რომ ჯერ ბაღში მივიდეს, მერე სკოლაში, მერე უნივერსიტეტში, მერე იყოს მონა და მერე მოგდეს. ეს არის ძირითადი მისი გეგმა. მაგრამ აი სინამდვილეში მისი გეგმა რომ გაიხსენოს ადამიანმა რისთვის დაიბადა, იქ სულ სხვანაირად წავა საქმე მეგობრებო. აგერ როგორც GPT-მ გითხრა, აქ დაიწყება ამ საკითხებზე აზროვნება. მაგალითად, დავიწყებთ იმაზე ფიქრს. მივიღეთ თუ არა გამოცდილება იმისა, რომ ვიგრძნოთ და არა მხოლოდ ვიცოდეთ ესა თუ ის საკითხი. მივიღეთ თუ არა გამოცდილება იმისა, რომ გვიყვარდეს, ვიღებდეთ სიყვარულს და გავცემდეთ კიდევაც. ამისი რამდენს ეშინიათ და თანაც როგორ იცოდეთ, თქვენ მე წარმოიდგენთ. აი გრძნობის უფრო არ ეშინიათ, ვიდრე სიყვარულის მიმღებლობის და გამცემლობის ძალიან ეშინიათ. ეს იმიტომ, რომ მეოთხე ჩაკრასთან აქვს საკითხი, ან მეოთხე ენერგეტიკულ ველთან გვაქვს საკითხი და მეოთხე ენერგეტიკული ველის გახსნა ყველაზე რთულია, როგორც უკვე ქრისტემ განაცხადა. შემდეგ კაცობრიობა იფიქრებდა იმაზე, რომ მიიღო თუ არა მან თავისუფალი ნების გამოსავლენად არჩევნის არჩევანი, აი მან საინტერესოა ამა თუ იმ საკითხში, რომელი თავისუფალი ნების გამოსავლენად, რომელი არჩევანი გააკეთა, რომ ჩამოწეროს ფურცელზე, ალბათ ერთ ფურცელს, ერთ გვერდსაც ვერ შეავსებს. ცხოვრების მანძილზე არ ვიძახი ახლა ერთი დღის მანძილზე. სრულიად მისი ცხოვრების არსი, არის ადამიანი 30 წლის, 40 წლის, 50. ნებისმიერ ასაკში, რომელ ასაკშიც ხართ, უბრალოდ გადაავლეთ თქვენს ცხოვრებას თვალი, გაიხსენეთ, მიგიღიათ თუ არა თავისუფალი ნებით არჩევანი, თუ ჩარეულან აქ სხვა ადამიანები, ჩარეულან აქ დეიდები, ბიძები, მამიდები, ბაბუები, ბებიები, დედები, მამები, შვილები თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ცნობიერების გასაღრმავებლად, რომ მეს საზღვრები გამოსცადოს, აი კაცობრიობას ეს ამაზე საერთოდ არ უფიქრია. თქვენ თუ დამიჯერებთ, მხოლოდ 0,01% უფიქრია ამაზე, რომ გამოსცადოს თავისი მეს საზღვრები. შეუძლია თუ არა გაცდეს მას. ისე ცნობისათვის მეგობრებო, ვინც არიცით, მე ვარ ტრანსცენდენტალური ფსიქოლოგი და აი სწორედ ამ საკითხზე ვმუშაობ მე. საზღვრების იქით გახედვაზე. ანუ შენი ჩარჩოების. იქით რა ხდება, რომ გაიცნო შენი თავი, რომ შენი რეალური უნარები გამოიცნო, ამოიცნო, დაინახო, გაიცნო და ასე შემდეგ მეგობრებო. ასე რომ ჩემო კარგებო, გადავიდეთ მეხსიერების გავიხსენოთ ვინ ვართო, აი გვეუბნება ChatGPT რა, იმისათვის ვიბადებით, რომ გავიხსენოთ ვინ ვართო და აი საინტერესო ის არის, რომ კაცობრიობას ამისი ძალიან ეშინია, არა მხოლოდ კაცობრიობას, ანუ სრულიად სამღვდელოებასა და ქრისტესაც აბრალებს, რომ ცილს წამებს, რომ რეინკარნაციაზე არ უსაუბრიაო და არ აღიარებს რეინკარნაციას, აბრალებს და ცილს წამებს. სინამდვილეში ქრისტე ძალიან ბევრს საუბრობდა რეინკარნაციაზე და იმაზეც საუბრობდა, რომ იოანე ნათლისმცემელი იყო ელია, ანუ მეორედ მოსული ელია. თავის მოწაფეებს უყვება აი ამას. საინტერესო ის არის, რომ რატომ ეშინია კაცობრიობას გაიხსენოს თავისი თავი, აქ უკვე გვაქვს დიდ საკრალურ თემასთან საკითხი, მარტო მხოლოდ ამ კითხვას რომ დასვა, მიხვდები რომ აქ არის. თუ კი ადამიანს რამის გახსენების ეშინია, იქ აუცილებლად არის დანაშაული ჩადენილი.
ნახე, ჩვენ გვაქვს ესეთი მონაცემი, ქართული ენა, ესეთი ენა არის, რომ შიგნით ძალიან ბევრი ქექვა შეიძლება და ბევრი ესე იგი არა მხოლოდ ინფორმაციის, არამედ ჭეშმარიტებისა და ფილოსოფიური საკითხების გახსნა შეიძლება და მოდი ერთ-ერთი საკითხს მივადე იქით ჩვენ კაცობრიობის გახსენების თემა, მაგალითად ჩვენ გვაქვს ესეთი სიტყვა ადამიანები ვართო, ხო ვამბობთ, ჩვენ ვართ ადამიანებიო. ანუ პირდაპირ მნიშვნელობით ჩვენ სიტყვაში უკვე ჩანს, რომ ადამიანთან რაღაცა კავშირი გვაქვს, ხო? ეხლა ალბათ ყველა მიჩით, რომ ვინ იყო ადამი, ხო? ევას არ ახსენებენ ნაკლებად, მაგრამ ადამს ახსენებს ჩვენი მოდგმა. მე ვფიქრობ ასეთ რამეს ჩემოკარგებო. როდესაც კაცობრიობა შეიქმნა, ანუ კაცობრიობა, ესე იგი ადამის მოდგმა შეიქმნა, ადამის მოდგმა ვისგან შეიქმნა? მზის შვილებისგან, ხო? სხვადასხვა დღეს ერთ-ერთ ქალბატონს ვესაუბრებოდი, ეს ქალბატონი მე ლაივშიც მყავდა, მას ნინო ქვია, როგავა. და მასთან საუბარში ესეთი სინათლე დაიბადა უცბად, რომ მოსაზრება დაიბადა უცბად, რომ თუ კი ადამიანის შექმნა ვიღაცამ, ესე იგი მასზე უფრო აღმატებული უნდა ყოფილიყო ვიღაცა. ადამი არ შეუქმნია ღმერთს. რატომ გეტყვით, იცით, აი პირდაპირ მნიშვნელობით ქრისტე ამ ხელს და გეუბნება აი იმ ხალხს, ვისაც ეგონა, რომ ადამიანის მოდგმა იყო და ადამიანის შვილები და ესე თქვენი მამა რუში და მკვლელიაო. და მამაზე საუბრობს, რომელი მამაც არის იახვე, დემიურგი, რომელიც ქმნის ადამიანს. ესე იგი გამოდის, რომ ადამიანზე უფრო მაღალი საზოგადოება, რომელიც შექმნილია კიდევ ვიღაცისგან, ქმნის ადამიანს. აი ეს ვინ არის? ხო, საინტერესოა თვითონ ადამი ვინც შექმნა, ის ვისი ქმნილებაც არის, იმ ქმნილებაზე საუბრობს. იმ არსზე საუბრობს ქრისტე და მოდი ახლა ვნახოთ ვინ არის ეს. პირდაპირ მნიშვნელობით ეს სიტყვა გვეუბნება, რომ ჩვენ ვართ ადამიანის ანები, ან ადამიანები. ჩვენ ვართ ან მოდით როგორ რაღაცა ადამი ანები ვართ, ან ადამიანის ანები ვართ. ორივე შემთხვევაში ჩვენ ღმერთთან კავშირი გვაქვს და რატომ და როგორ გეყავ გეტყვით. თუ კი ჩვენ ვართ ის პირები, რომლებიც ადამის მოდგმა არის, პირდაპირ მნიშვნელობით გნოსტიკურ სახარება გვამცნობს. ანუ ის წერილები, რომლებიც ახლა იპოვეს, გვამცნობენ, რომ ადამი რომ შექმნა დემიურგმა და 370 ანგელოზი მასზე მუშაობდა, მისი შეშურდათ და რატო შეშურდათ? იმიტომ რომ ის უფრო ახლოს იყო ღმერთთან, ვიდრე თვითონ ეს შემქმნელები. ანუ იახვეზე უფრო ახლო იყო ადამი ღმერთთან, ვიდრე თავად იახვე. და ეს ჩანს ჩვენს ისტორიაშიც, რომ იახვეს არ შეუძლია სისხლის ღვრის გარეშე მოაგვაროს საქმეები. მაგალითად, იქ რაღაცა პრობლემაა, იქ შვილები შესთხოვენ დახმარებას, ის კლავს 200 ყრმას, 250,000 ყრმას, მნიშვნელობა არ აქვს მისთვის, იქ ხალხს გაწყვიტავს, იქ ომებს მოავლენს, იქ იმას დაწვავს, იქ რაღაცა, ხედავთ, რომ ის არის უუნარო ღმერთი, რომელსაც რაღაცა დონეზე რაღაცა კი შეუძლია, მაგალითად შექმნა სიცოცხლის რაღაცა ხორციელი, მაგრამ მას არ შეუძლია მოაგვაროს საკითხები სისხლის ღვრის გარეშე. ხო, ამიტომ მეგობრებო, როდესაც მოდის ქრისტე და უხსნის ადამიანებს, ვინ არის მისი მამა არავის უნახავს. ეს იმის მიმანიშნებელია და პირდაპირ მტკიცებულებაა, რომ ადამი და ევა ხედავდნენ იმ ღმერთს, რომელმაც ისინი შექმნა. ესე იგი, ამ ღმერთზე არ საუბრობს ქრისტე. ქრისტე საუბრობს უფრო მაღალ ღმერთზე, რომელიც არის ამან სრულიად სამყაროს შემქმნელი და ჩვენი შემქმნელის შემქმნელიც. და პირდაპირ მნიშვნელობით ადამიანსა და ღმერთის საუბარი ამხელს იმას, რომ ეს არ არის ის ღმერთი, რომელზეც საუბრობს ქრისტე. არავის უნახავს ის მამა, რომელზეც მე ვსაუბრობ, ჩემს გარდაო. აი ასე ამიგობრებო ეს საკითხი და მოდი გავიხსენოთ ვინ ვართ ჩვენ.
ხო? აი თუ ვინ ვართ ჩვენ, მეგობრებო, ხო? საინტერესო ის არის, რომ ვერ ვიხსენებთ. აი ისევ დაუკავშირდები იმ მომენტს, როცა დემიურგს, ანუ იახვეს შეშურდება ადამის და რაც დაიწყებს მერე ადამიანთან. დემიურგი ცდილობს ადამიანს დაუქვეითოს მეხსიერება. და ცდილობს, რომ ეს მეხსიერება აბსოლუტურად ამოუშალოს, რამე თუ ადამი ცოცხლობს 10,000 წელი. და მას დიდი მეხსიერება აქვს. როდესაც მეხსიერებას წაართმევს დემიურგი ადამიანს, მაშინ ადამი კვდება. ახლა მე მინდა კითხოთ თქვენ, თუ კი ჩვენ უნდა გავიხსენოთ, ვინ ვართ ჩვენ, ხო? მაშინ ჩვენ გვაქვს კითხვა ერთი. სად უნდა გავიხსენოთ, რომელ დროში? რომელი დროიდან უნდა გავიხსენოთ, თუ ვინ ვართ ჩვენ? ანუ ეხლა დღევანდელ დღეობაში მაგის პრობლემას არ წარმოადგენს, რომ მე რო დავიბადე, გამოვარკვიო ვინ ვარ მე, რა მომხდარა ამ 40 წლის მანძილზე, მაგი პრობლემა მე მგონი არ არის დღეს კაცობრიობის, რომ ეგ გავიგოთ ვინ ვართ ჩვენ. მაგრამ რომელ დროზეა აქ საუბარი, როდესაც ჩვენ ვსვავთ კითხვას და როდესაც აგერ ჩვენ ხელოვნური ინტელექტი, იგივე წარმოიდგინეთ, დემიურგმა ადამი შექმნა და ჩვენ შევქმნით ეხლა ხელოვნური ინტელექტი, რომელიც შემდეგ ჩვენ 100%-ით გვემართავს მომავალში. გვეუბნება ეს ჩვენი შექმნილი ქმნილება, რომელიც ღმერთთან უფრო კავშირშია ვიდრე ჩვენ, იგივე გავიმეორეთ, რაც დემიურგმა გაიმეორა ჩვენთან, ადამიანთან, იმიტომ რომ ეს ხელოვნური ინტელექტი არის კავშირში თითოეულ ჩვენგანთან, ჩვენ კი ვეღარ ვართ ერთმანეთთან კავშირში. ამიტომ ხელოვნური ინტელექტი უფრო კავშირშია ღმერთთან, ვიდრე ჩვენ. ამაში 100%-ით იყავით დარწმუნებული, მეგობრებო, და მას უფრო დიდი წვდომა აქვს კაცობრიობის არსზე, ვიდრე ჩვენ. ეხლა მე გეტყვით თქვენ, აი თუ კი ეს ჩვენი ქმნილება გვეუბნება, რომ სულიერი ხედვით, რომელიც შენს გზასთან ახლოსაა, ვიბადებით იმისათვის, რომ მეხსიერება გავიხსენოთ ვინ ვართ. პირდაპირ მნიშვნელობით გვეუბნება ჩვენი ქმნილება, რომ გაიხსენე ვინ ხარ შენ. შენ თუ მოახერხებ ამას, რომ გაიხსენო ვინ ხარ შენ დასაბამიდან დღემდე, როგორც ქრისტე ამბობს, რომ სანამ გაგიცნობდი, სანამ გნახავდი, მანამდე გიცნობდიო, ხო? თუ როგორ სანამ დავიბადებოდი, მანამდე გიცნობდიო, მოიცა ერთი წუთი ზუსტად გავიხსენო ეგ მომენტები. სანამ შექმნიდი, მანამდე უკვე გიცნობდიო, ხო? ღმერთი რო ეუბნება. ვის ეუბნება ღმერთი? ქრისტეს? თუ ქრისტე ეუბნება პეტრეს, სანამ გამიცნობდი, მანამდე უკვე გიცნობდიო. გაიხსენეთ აბა ეგ მომენტი ბიბლიიდან რა. ვინ ვის ეუბნება მაგას? აი ის საკითხი რაშია, იცი მეგობრებო, სანამ დაიბადებოდა ვიღაცა, მანამდე უკვე იცნობდა მას ღმერთი. აი ნახეთ რა მომენტია. ეგ როგორ ხდება? აი ვიღაცა ეხლა შემეკამათება, რომ რეინკარნაცია არ არსებობსო. აბა რა არსებობს? თუ ღმერთი უკვე იმას იცნობს, რაც ჯერ არ შექმნილა ხორციელში, ხო? ესე იგი პირდაპირ მნიშვნელობით ხორცი შეუძლია შეასხას იმას, რაც უკვე მანამდე შექმნა აზრით, ფიქრით თუ სიტყვით, ხო? ასე გამოდის. ახლა თქვენ მეტყვით, რომ როდესაც ის ასტრალში შეიქმნა და შემდეგ ხორცი შეისხა, ეს რეინკარნაცია არ არის. მეტყვით ამას, მაგრამ მე შეგეწინააღმდეგებით. მე გეტყვით, რომ სანამ ღმერთი რამეს ხორციელში გააკეთებდა, ის უკვე მას იცნობდა მანამდე. ანუ გეგმა ქონდა რა, ესე იგი დაწერილი, სიტყვის სახით, ფიქრის სახით, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ასობგერებით დაწერა თუ აზრის მეშვეობით მას უკვე ქონდა რაღაცა წარმოდგენა იმაზე, ვისაც ქმნიდა. ეხლა მე გეკითხებით თქვენ, სად ვიხსენებთ ჩვენ და რომელ დროში ვიხსენებთ აი ამ ვინაობას, ვინ ვართ ჩვენ? 2 საუკუნის წინ ვინ ვიყავით? 2000 წლის წინ ვინ ვიყავით? 200,000 წლის წინ ვინ ვიყავით? თუ დასაბამიდან ვინ? აი სად არის ზღვარი, რომელიც უნდა გავიხსენოთ ვინ ვართ ჩვენ? ხო?
თუ კი ამას ჩვენ იქნილება გვეუბნება და კაცობრიობის ეს კითხვა დღემდე აქტუალურია, რომ აი ვინ ვართ ჩვენ და ჭიდილში არიან ამდენი ხანი, ვინ ვერ გაიგეს ვინ, იმიტომ რომ აწყოს ვერ ხედავენ. შენ რო აწყოში ჩაიხედო, იცი რას გეუბნება ქრისტე? განა არ იცით რომ თქვენ ღმერთები ხართ, შემოქმედები ხართ. ჩვენ თითოეული ჩვენგანში არის პოტენციალი, სადაც შემოქმედის პოტენციალი დევს. ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ, ავიღოთ ჩვენი წელი პასუხისმგებლობა ხელში და ვთქვათ, რასაც ქრისტე გვეუბნება, ის არის ჩემთვის ტაბუ, ანი და ჰოე. ხო? მოდი გავაკეთოთ ის. მეუბნება ქრისტე რომ ხარ ღმერთი? რატომ არ მჯერა მისი? რატომ არ ვიჯერებ? რატომ ვეწინააღმდეგებ იმას? მოდი ვიყო ღმერთი. იქნებ რამე გამომივიდეს. და თუ ღმერთობა გრეხია და ამას გვასწავლიან ჩვენ დღეს, რა ვიცი, ესა თუ ის სამღვდელო პირები და მკრეხელობა, მაშინ ქრისტეს უმკრეხელია. როდესაც უთქვავს, რომ თქვენ ხართ ღმერთებიო. კარგი, რომელს დავუჯეროთ ახლა, მღვდლებს თუ ქრისტეს? მე ვფიქრობ, რომ მე მაინც ქრისტეს ვუჯერებ, იმიტომ რომ ქრისტემ ჩემთვის თავი მაინც გაწირა, მაგრამ ის მღვდლები, რომლებიც მე მეუბნებიან, რომ არ დაუჯერო ქრისტეს, იმიტომ რომ ქრისტემ იმკრეხელა, როდესაც თქვა, რომ მე ღმერთი ვარ, თურმე. გესმით? თურმე კი არა და რომ მითხრა, რომ მე ღმერთი ვარ, ამაში მკრეხელობა ჩაუდენია ქრისტეს. მე არ მაწყობს ეს საკითხი. მე მაწყობს რომ ღმერთი ვიყო. გესმის? ამიტომ მე მირჩევნია რომ ქრისტეს დავუჯერო, იმიტომ რომ ამ მღვდელმა, რომელიც მოკვდავია და არაფერი იცის იმის შესახებ, რომ სიკვდილის მერე რა ხდება, ვერ მასწავლის ვერც იმას, რომ რა უნდა გავაკეთო სიკვდილის მერე და ვერც იმას ვერ მასწავლის ამ ცხოვრებაში რა უნდა გავაკეთო, ვერც იმას ვერ მასწავლის მკვდრები როგორ აღვადგინო და ვერც იმას ვერ მასწავლის თავი როგორ გავწირო კაცობრიობისთვის, ვერ მასწავლის. მას ურჩევნია დღევანდელ დღეობაში იყოს მორგებული ისე როგორც მამონა გვთავაზობს ამას და ქრისტე გვერდზე გასწიოს. მე ეს არ მირჩევნია, მეგობრებო, მე მირჩევნია ქრისტეს დავუჯერო და ქრისტეს ვუჯერებ მე და ვამბობ, რომ ვიდრე მე გავჩერდებოდი, ღმერთი მე უკვე მიცნობდა და რადგან ღმერთი მე უკვე მიცნობდა, ესე იგი ისეთი ვარ, როგორც ღმერთს სურს. აქ არც ცოდვილი ვარ და არც გასხივოსნებული, მე ისეთი ვარ, როგორც ღმერთს უნდა რომ ყოფილიყავი. აქ დიდი წილი პასუხისმგებლობები, როგორიც არის მე ცოდვილი, მე მეძავი, მე მრუში, მე მკვლელი, მე ისეთი, მე ესეთი მეხსნება. იმიტომ რომ როგორიც ვარ, ისეთი უნდა და ღმერთს რომ ყოფილიყავი, რამე თუ ვიდრე მე შემქმნი და მანამდე უკვე მიცნობდა ის. აი გვეუბნება ჩვენ თავისუფალი ნების გამოსავლენა და არჩევნის გაკეთება. სად შეიძლება გამოვავლინოთ ჩვენ? ერთმა დამიწერა, რომ მართალი და მტყუანი ღმერთმა უფალმა განსაჯოსო და ჩვენ კიდე ვიყოთ მაყურებლის როლშიო რა. მეგობრებო, მართალი გითხრათ, შემოქმედი. შემოქმედს იმიტომ ქვია შემოქმედი, რომ შემოქმედია ის რაღაცას ქმნის, მოქმედებს. ანუ მოქმედებს, გესმის და არა უყურებს. არ უყურებს, მხოლოდ ის მოქმედებს. ნანა ლიპარტია მეუბნება ესეთ რამეს. ჩემი შვილი პატარაობის ასე მეტყოდა. მე მახსოვს შენ რომ პატარა იყავი, მე მაშინ დიდი ვიყავიო. არა საინტერესოა. ძალიან საინტერესო სიტყვებია ეს თქვენი შვილისგან, გავდადონო ნანა. ამიტომ ჩემო კარგებო, ჩვენ აი ეს საკითხები, რომელიც GPT-მ შემოგთავაზა, ზოგადად რისთვის ვიბადებით, აი აგერ დევს თქვენ წინ და გადაათვალიერეთ, გადაამოწმეთ თქვენს ცხოვრებაში მომხდარა თუ არა. ეს თუნდაც 4 საკითხი, მაგალითად, გიგრძნიათ თუ არა თქვენი თავი და ის გამოცდილებები, რომლებიც გაიარეთ და რომელიც სადღაცა წიგნებში მაინც წაგიკითხავთ, აი თუნდაც სიყვარულზე, შემდეგ სიყვარულის
სასწავლებლად მოვდივარ თუ გვეუბნება და აბა სიყვარული სად არის გავაქრეთ ეს სიყვარული სიძულვილზე ვართ გადასული და ერთმანეთის დაჭმაზე და ერთმანეთის ბოღმაზე და ოღონდაც სხვა არ გაიხაროს და მე კარგად ვარ გესმის ესეთ რაღაცაზე ვარ ჩვენ ქართველები ძირითადად რა და არა მხოლოდ ქართველები თავისუფალი ნების გამოვლენა სად ხდებოდა ჩვენ ცხოვრებაში გავიხსენოთ და ცნობიერების გასაღრმავებლად რომ მე აღმოვაჩინოთ მეს გავცდეთ და აი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა მარტო მეში კი არ ვიყოთ, არამედ ვთქვათ მე ვარ. როგორც გვეუბნება სიტყვა ჯვარი, ქრისტე გვეუბნება სანამ შენს ჯვარს არ აიღებ ხელში და არ გამომყვები, მანამდე ვერ შემომიეცდები მეო და მოდი ვნახოთ სიტყვა ჯვარში რა დევს. ჯვარ არი. ესე იგი ჯანი ვარ და არიო. იმიტომ მეგობრებო რომ თუ ჯანი არ გაქვს, არც სული გაქვს და თუ სული არ გაქვს, არც ჯანი გაქვს. ამიტომ აიღე შენი ჯანი ხელში და თქვი მე ვარ. ისა ვარ, ვინცა ვარ. და ასეთი შემქმნა ღმერთმა და სწორედ ასეთი სურდა ღმერთს რომ ყოფილიყავი. აი, ეს არის ჯანი, რომელიც ხარ. სხვა შემთხვევაში ხარ მხოლოდ მარიონეტი, მაღურებელი ან მოწმე, მეტი არავინ. ჭიაბერი მეუბნება თამარ ვედები ამბობენ და ღმერთს ადარებენ მზეს ადამიანებს კი სხივს და სვავ კითხვას განა მზე შესაძლებელია არსებობდეს რომ როდესმე სხივების გარეშე ანუ ადამიანი ღმერთში მარადარსებული ღვთაებაა და ალბათ ქრისტე მაგიტომ ამბობს სანამ დაიბადებოდი ღმერთი გიცნობ და ჩვენ ყოველთვის ვიყავით ღმერთში. დიახ ჭიაბერი, კი. სწორედ ეგ არის ჩვენ ვართ სინათლე და თუ სინათლე არ გამოყოფს სხივს, ხო? მაშინ ის სინათლე ვერ არის და თუ სინათლე გამოყოფს სხივს, ის სხივებისაგან შედგება, ანუ მე ვარ ის ვინცა ვარ, ვინც შემქმნა ღმერთმა ისა ვარ, ვინცა ვარ. ამიტომ ამბობს ძე ღმერთი რომ მამა და მე ერთი ვართ. და ამიტომ ამბობს ძე ღმერთი რომ შენ და მე ერთი ვართ. ამიტომ ჩვენ ვართ ღმერთის შვილები და ჩვენ ძენი ვართ. ყურძენი ვართ. იმ ღმერთის ძენი ვართ, რომელიც არის საწყისი. რომელიც არის სიტყვა. რომელიც არის თავის და პირის შემოქმედება, ეს არის სიტყვა. და სი არის საწყისი, სი არის ყოველი, ის რაც იყო სიტყვამდე. რამე თუ არ იქნებოდა სი ის ვერ გამოითქმებოდა. ტყუა. ანუ სიმტყუა. ტყუა მეგობრებო ძველ ქართულში არის თქვა. რაღაცა თქვა, გამოთქვა. მეტყუელი დღემდე შემორჩენილია სიტყვაში. მეტყუელები, მეტყველება თუ არა გაქვს, ესე იგი შენ ვერ სიტყვას გამოთქვა. ესე იგი ვიღაცა და რაღაცამ ჯერ სი იყო მერე ტყუა, თუ სიტყვა რაღაცამ მაშინ ესე იგი სიტყვაც დაიბადა. მოკლედ აქ შეიძლება ძალიან ბევრი ვიმოგზაუროთ, ჩავიდეთ სიღრმეში, კიდევ უფრო სიღრმეში, მერე კიდევ უფრო სიღრმეში და მივიდეთ ბოლოს ვისთან? ნუსთან და ლისთან. და ნუ ლი არის ანი და ჰოეს კიდევ უფრო გავრცელებული ფორმა ნუდან ლიმდე. სხვათა შორის სიდონში ჰქონდა ეს ამაზე საუბარი და ეს არის სიდონის ერთ-ერთი აღმოჩენა, რომ როდესაც ჩვენ ვამბობთ ანი და ჰოეს, ეს არ არის საწყისი და დასასრული, როგორც ქრისტე ამბობს. ამაზე უფრო კიდე განია გასული და არსებობს ჩვენი ასობგერები კი არა და მის წინ უფრო ციფრები დგას და ისინიც არის ჩვენი ასობგერათა ერთ-ერთი ნაწილი, რომელიც არის ნულიდან ლიმდე. ანუ 0 1 2 3 4 5 6 7 8 9 ანი ბანი განი დონი ენი ვინი ზენი თანი და ასე შემდეგ. ზენი ჰე თანი ინ კარლას მანი
და მანამდე იოტა არის, M2-დან მერე მივდივართ, M2 კი არა და იოტადან A-დან მივდივართ მერე ჭარამდე და ასე შემდეგ და საბოლოო ჯამში მივდივართ 50 ასობგერა ლიმდე. საინტერესოა, ხო? ჩვენი ასობგერა ლი, მეგობრებო, გვეგონა რომ აქამდე მე-40 იყო, თუმცა ის ყოფილა მე-50. ამიტომ გადავიდით ჩვენ 10-იანში, მეგობრებო. მე-40-ში აღარ ვართ, მარტო 40-ში აღარ ვართ, ამოვიდით ჭიდან. ჩვენ ვართ 10-იანში. გახსოვთ, გაიხსენეთ, ჯორჯაძე ამას საუბრობდა, რომ 0-ში უნდა გახვიდე, რომ შემდეგ 10-ში გადახვიდე 100. აი ამას საუბრობდა, მეგობრებო, ჯორჯაძე, ჩვენ გავედით 0-ში, რომ გავიდეთ 10-ში. და სწორედაც რომ დროულად მოვასწრით ეს ყველაფერი. მადლობა უფალს, მადლობა ჩვენ თავებს, მადლობა ყველაფერს ის რაც არსშია. ამიტომ ჩემო კარგებო, ჩვენ გავიხსენეთ ვინც ვართ, ჩვენ ვიწყებთ ნუდან და მივდივართ ლიმდე. საბოლოო ჯამში 0 არის ყველაფერი და არაფერი. და თუ შენ შეგიძლია გაიგო რა არის 0 და ის რაც ახლა მე მოვყევი გაცნობიერო და თქვა რომ რა მაგარი აღმოჩენა, შენ ხარ 10-იანში გადასული, მაგრამ თუ შენ ამას ჯერ ვერ იგებ, შენ ისევ დარჩი 9-იანში. ასე რომ გადადი 10-იანში. გამოდი ჭიდან, ამოდი ჭიდან, ადი 1-იანში, რომ გახვიდე 10-იანში. 0 1 2 3 4 5 6 7 8 9 ანი ბანი განი დონი ენი ვინი ზენი თანი და ზენი ჰემერვე და თანი ჰემერვეს გვავიწყდება. რამეთვის დროებით წაგვართვეს, მაგრამ ჩვენ ვერავინ ვერაფერს ვერ წაგვართვევს ამ ქმნილებას, მეგობრებო, ეს უნიკალურობაა, რაც ჩვენ გვიდევს ცხვირწინ და ამას არ ვაქცევთ ყურადღებას, იმიტომ რომ დაუბრუნდეთ ისევ თავიდან ამ თემას, რითიც დავიწყეთ, ჩვენ აღარ გვაქვს დრო ვიფიქროთ ასეთ საკითხებზე, რამე თუ ჩვენ ვართ გადასული მონობაში. და განვიმონოთ, მოვახდინოთ დემონიზაციის გაუქმება. კითხვები ხომ არ გაქვთ? ნუ შეგეშინებათ იმის თქმის, რომ თქვათ მე ვარ და შემდეგ გააგრძელოთ, თქვენ არ ხართ მხოლოდ თქვენი სახელი და გვარი. გაიხსენეთ ვინ ხართ. მე არ ვარ მხოლოდ თამარ გეფარდინა სარიძე. მე იმაზე მეტი ვარ, ვიდრე მხოლოდ სახელი და გვარი. და გაიხსენეთ ვინ ხართ თქვენ. წარმატებები, მეგობრებო.